ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. მე მინდა გაგახსენოთ, როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ აღქმული ადამიანის სხეული. უამრავი პარამეტრი შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ დავახასიათებდით საკუთარ სხვა ადამიანების სხეულს, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვუბრუნდებით. ეს გახლავთ სხეულის წონა და მასთან დაკავშირებული საკითხები, რატომ? ეს არაუბრალოდ ადვილად აღსაქმელია, ეს არაუბრალოდ ვიზუალური კომპონენტია, არამედ ეს არის მდგომარეობა, რომელიც დღეს ცალსახად განისაზღვრება როგორც ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი კრიტერიუმი. დიახ, ასაკის მიუხედავად, ჭარბი წონა და სიმსუქნე დღეს არის ჩვენი ჯანმრთელობისათვის რისკ ფაქტორი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის სხვადასხვა წახნაგთან მისი დაკავშირება. მაგრამ მინდა გაგახსენოთ, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე მაგალითად სხეულის ნორმალური მასის ინდექსზე, დაახლოებით 20-დან 25-მდე, თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, 18,9-დან 24,9-ის ჩათვლით. ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სპეციალურ ცხრილებს, რომელსაც პერცენტილებს ვეძახით და სწორედ ამ ცხრილების შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ისევე როგორც შეფასებას. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ სამ მნიშვნელოვან სტადიას, როდესაც უარყოფითი სტრესის, ცუდი სტრესის, დისტრესის შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმი გაივლის, ეს არის განგაში, ეს არის წინააღმდეგობა, ეს გახლავთ გამოფიტვა, მაშინ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა კავშირი სტრესსა და ადამიანის წონას შორის და განსაკუთრებით არის თუ არა კავშირი სტრესსა და ბავშვის ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის. ამ კითხვას აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ, მით უფრო რომ მარტის თვე მთლიანად მიეძღვნა ბავშვების პოპულაციაში ჭარბ წონასა და სიმსუქნეს და მთლიანად გაზაფხული ეს არის ის პერიოდი, როდესაც მთელი სამედიცინო საზოგადოება მსოფლიოში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ამ თემებს და ჩვენ ვაგრძელებთ საუბრების ციკლს ჩვენი გადაცემის მეგობართან, დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ქალბატონი ნინო ხელაძე. ნინო, დილამშვიდობისა, მოგზანდით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და სრულიად ბუნებრივია ბავშვთა ენდოკრინოლოგი ყოველდღიურად ხვდებოდა ამ საკითხებს საკუთარ პრაქტიკაში, მაგრამ როდესაც სტრესს უკავშირებ, უფროსების შემთხვევაში თითქოს მარტივი და გასაგებია, დიახ, უფროსებს ბევრი სტრესი გვაქვს, უბრალოდ ბევრი სტრესორი გვაქვს იმისათვის, რომ ვიწუწუნოთ ზოგჯერ გადაჭარბებულადაც კი, მაგრამ ბავშვების შემთხვევაში რამდენად არის ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული, ან ფაქტობრივად დაკავშირებული სტრესი, ჭარბი წონა, სიმსუქნე? დილამშვიდობისა, მარი, დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის, რომ უკიდურესად აქტუალურ თემებზე საუბრობ, იმ თემებზე, რომელზეც ყველა უნდა ზრუნავდეთ, განვიცდიდეთ, აუცილებლად რაღაც ქმედიც ვაკეთებდეთ. ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის სტრესის შესაძლებელია იმაზე მეტი პრობლემა იყოს, ვიდრე ეს არის მოზრდილებისთვის. მოზრდილებს ცხოვრებისეული თუ სხვა გამოცდილებით, ამასთან გამკლავების მეტი მექანიზმი აქვს. ბავშვისთვის სტრესის შესაძლებელია იყოს ყველაფერი. ეს შეიძლება მოდიოდეს ოჯახიდან, ოჯახური კონფლიქტიდან, არამშვიდი სიტუაციიდან, შესაძლებელია იყოს სკოლა, მეგობრები, სწავლა და 1000 ინფორმაციული ნაკადი, რომელიც პრაქტიკულად უწყვეტია. ბავშვობა და თინეიჯერობა ალბათ ჩვენს დროში ერთ-ერთი უფრო ყველაზე რთული გამოწვევა არის. და სამწუხაროდ ეს შეიძლება გამოვლინდეს ჭარბი არასასურველი საკვების მიღებით, სტრესული კვებით, ფსიქოლოგიური კვებით, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ ცუდ შედეგს გვაძლევს. როდესაც თქვენ ბრძანეთ, რომ დღეს კითხვაც არ დაისმის და უკვე ვიცით, რომ ნამდვილად სტრესი ბავშვების შემთხვევაში ჭარბწონასა და სიმსუქნეზე ახდენს გავლენას, ბავშვი იგულისხმება 0-დან 18 წლამდე. ასე კი საკმაოდ დიდი პერიოდია, როდესაც ადამიანი 0-დან 18 წლამდე რჩება ბავშვად.
რომელი ასაკობრივი ჯგუფია განსაკუთრებით საყურადღებო, იმიტომ რომ ბავშვის დაბადება თვითონ უკვე სტრესია და ეს არის პირველი გამოცდა, რომელსაც ყველა ადამიანი სამყაროში მოსვლისას აბარებს. მაგრამ არის მაგალითად ჩვილობა, ისევე როგორც ახალშობილობა, ანუ წლამდე ასაკის პერიოდი და ვთქვათ 40 დღემდე, მე არის 3 წლამდე ასაკი, მე არის სკოლამდელი, სასკოლო ასაკი, ადრეული სასკოლო, სქესობრივი მომწიფების წინა პერიოდი და საკუთრივ სქესობრივი მომწიფება და ასე შემდეგ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და მტკიცებითი მედიცინის მონაცემების შესაბამისად, ყველაზე ადვილად სტრესი როგორ იქცევა ჭარბწონად და სიმსუქნეთ, რომელი ასაკის ბავშვებში? სტრესი ყველა ასაკში მნიშვნელოვანია. სინამდვილეში მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე, იმიტომ რომ გარკვეული არახელსაყრელი გარემოებები მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე შესაძლებელია განაპირობებდეს ჭარბიწონის რისკს. თუ დედა არასწორად იკვებება, ზედმეტ ნახშირწყალს მოიხმარს, თუ ბევრი მოიმატა წონაში, თუ დედა თვითონ სტრესის ქვეშ არის მთელი ორსულობის განმავლობაში, თუმცა გადამწყვეტი, ერთ-ერთი გადამწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ასაკები ორი რო გამოვყოთ, არის პირველი ჩვილობისა წლამდე ასაკი, შემდგომ არის ასევე მოზარდობის ასაკი. ასევე ცალკე მნიშვნელოვანია 5 წლამდე ასაკი, როცა კვებითი ჩვევების გამომუშავება ხდება და თუ ამ დროს სტრესის გავლენა, არაჯანსაღი კვება, ეს ყველაფერი ჩვევის დონეზე რჩება უკვე ბავშვს და მე ამასთან მორევას სკოლის ასაკში თუ მოზარდობის პერიოდში უკვე თავისით ვეღარ ახერხებს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ თქვენ და შეიძლება ჩვენი მაყურებლისათვის მოულოდნელსაც, როდესაც გარდატეხის ასაკში არის კვებასთან დაკავშირებული სირთულე, ეს არაერთ ოჯახს გამოუვლია, ხან ხასიათობრივ ცვლილებას უკავშირდება, ხან ზრდის ფაზების მონაცვლეობას და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენ ყურადღება გაამახვილეთ ჩვილობის პერიოდზე, ანუ წლამდე ასაკზე და წინა სასკოლო პერიოდზე, როდესაც ბავშვი პრაქტიკულად 6 წლამდე პერსონადაც ყალიბდება, ეს უკვე დადგენილი ფაქტია და ამავე დროს თქვენ ხაზი გაუსვით კვებით ჩვევებს, რომელიც შემდგომში უკვე ძნელად გამოსასწორებელი ხდება. ჩვილობის ასაკში რატომ შეიძლება სტრესი იქცეს ჭარბიწონის და სიმსუქნის წინაპირობად ბავშვისთვის? ძალიან ხშირ შემთხვევაში თუ ბავშვი ძალიან ჭირვეულობს და თუ ოჯახში სიტუაცია არ არის მშვიდი, მოგვარებული, დედაც თუ განერვიულებულია, ერთ-ერთი მეთოდი რაც არის, რომ საკვებს აძლევენ. მეტს აძლევენ პურს ხელში დაიკაოს, ორცხობილას. ხო, იმისთვის რომ ყურადღება რაიმეზე გადაატანინონ, რაიმე სახის ტკბილეულს აძლევენ. ან ის სწორი კვების პრინციპები, რაც აუცილებელია ჩვილობის დროს, იმის დაცვაც, იმის გამო რომ დედა სხვა რამეზე ღელავს ან ამისი ემოციური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას. ან არცალია, ასეთი რამეც ხო შესაძლებელი. არცალია, დიახ, ან შესაძლებლობად შესაძლებელია ეკონომიკური არ იყოს, იმიტომ რომ კარგი ხარისხიანი ჩვილის საკვებიც ალბათ საკმაოდ ძვირია ჩვენს პირობებში, სპეციალური პირობების, სისუფთავის, ასე შემდეგ დაცვით. ეს ყველაფერი გროვდება, რა თქმა უნდა, და თუ ვერ მოგვარდა და გაგრძელდა, რისკები იმისა, რომ ბავშვი იყოს ჭარბწონიანი, მაქსიმალურად იზრდება. მოგეხსენებათ, ეს უკვე ესეთი ცნობილი ფაქტია, რომ თუ სკოლის ასაკში არის ბავშვი ჭარბწონიანი, 50% არის რისკი, რომ ის მერე მოზრდილიც იყოს ჭარბწონიანი და ვერ დაამარცხოს ეს. ხო, რომ თუ მოზარდობაში არის უკვე ჭარბიწონა, 75%-ზე მეტია რისკი, რომ ეს ჭარბიწონა მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი და სხვადასხვა გართულებების გამომწვევი იყოს. თქვენ ასაკობრივ ჭრილში დააჯგუფეთ ბავშვობა და ასაკობრივი თავისებურებები დაუკავშირეთ ისეთ კავშირს, როგორც არის სტრესი და წონა. მაგრამ არის თუ არა სქესობრივი ნიშნით თავისებურება, მაგალითად ვაჟების შემთხვევაში და გოგონების შემთხვევაში განსხვავებული გვაქვს სურათი თუ თანაბარია ეს მეტნაკლებად? მცირე განსხვავებები არის იმ კუთხით, რომ გოგონებში თუ ჭარბიწონა ვითარდება და თვითონ ფსიქოლოგიური სტრესზე დამოკიდებულება გოგონებში თითქოს მეტად არის თვალში საცემი და ეს სტრესული კვება უფრო დამტკიცებული, აღიარებულია მდედრობითი სქესის, როგორც ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებშიც, თითქოს მაგას გარდა აქვს ძალიან არასასიამოვნო გართულება, ეს არის ნაადრევი მომწიფება.
თუ გოგონას მცირე ასაკიდან აქვს ჭარბი წონა, მას მეორადი სასქესო ნიშნებიც უფრო ადვილად და ადრიანად უვითარდება. შესაბამისად, ეს კიდევ მისი სტრესი და ემოციური არასტაბილურობის დამატებითი წყარო ხდება, რამაც ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს განსაკუთრებით ტკბილზე მომატებული მოთხოვნილება. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადრე მწიფდება, ციკლი ადრე ეწყება და ზრდასაც სამწუხაროდ სიმაღლეში ზრდასაც ადრე ასრულებს. ეს ქმნის არა მარტო ვიზუალური კუთხით პრობლემას, რომ ხშირად არის, რომ მშობელი განიცდის, რომ მე მინდოდა, რომ უფრო მაღალი ყოფილიყო, რატომ დაასრულა ასე მალე სიმაღლეში ზრდა. ამას გარდა ეს ბევრი კვლევით დასტურდება, რომ იწვევს სოციალურ, ემოციურ პრობლემებს ამ ბავშვში. როცა მისი გონება არის 8 და 9 წლის ბავშვის და უნდა ითამაშოს, მის ხელს კი სრულ სხვანაირი მოსაზრებები აქვს და სხვა ჰორმონალური ბალანსი, ეს ასევე არის დამატებითი მნიშვნელოვანი სტრესი, რომელსაც თვითონ ბავშვი ვერ ერევა. ვერც ხვდება რა უნდა ქნას, ვერც ხვდება მის სხეული რა განწყობაზეა და რა უნდა გააკეთოს. არის თუ არა ვარჯების შემთხვევაში ასეთი კავშირი, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ, რატომ შეიძლება ჭარბი წონა და სიმსუქნე ნაადრევი სქესობრივი მომწიფების წინაპირობად იქცეს გოგონების შემთხვევაში. ვაჟების შემთხვევაში ჭარბი წონა და სიმსუქნე და სქესობრივი მომწიფება არის თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული? ვაჟებშიც არის დაკავშირებული, თუმცა გოგონებში ეს კავშირი უფრო ხშირია და უფრო მკაცრად ჩამოყალიბებული. ვაჟებს არ აქვთ ის, რაც აქვთ გოგონებს. გოგონებს უნდათ ხოლმე რომ გაიბრანჭონ. და აი ეს სამოსი ან ის იმიჯი, რაც უნდათ რომ გქონდეთ, ხშირად მათი წონის პირობებში ვერ ხერხდება და ეს მათთვის შეიძლება დამატებითი мотиваცია, ან თუ არ გამოსდით, დამატებითი სტრესის წყარო იყოს. და თვით შეფასების დაქვეითების წინაპირობა. და ასევე ემოციური პრობლემების გამომწვევი. ბიჭების შემთხვევაში ხშირად აი უფრო მოზრდილ ასაკამდე, უკვე მოზარდობის ასაკამდე ვერ აღიქვავენ, რომ მათი წონა შესაძლებელია იყოს პრობლემა და ხანდახან სამწუხაროდ მშობლები აღნიშნავენ, რომ ბიჭები აგრესია თუ დაუშლი კვებას, თუ არ მისცემ რაც უნდა, აგრესიულები უფრო მეტად ხდებიან ვიდრე გოგონები და ხანდახან მშობელი ვერც კი ეწინააღმდეგება. და ვერ ეუბნება, რომ შენთვის ეს საკვები კარგი არ არის, ასეთი რაოდენობით ნუ იღებ და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი საუბარი დღევანდელი გადაცემით არ შემოიფარგლება, რადგან ამ საუბარს ჰქონდა წინაპირობები, ჩვენ ამ თემაზე მანამდეც გვისაუბრია და გავაგრძელებთ ამ საუბარს, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა ახლა, რომელსაც სიამოვნებით დავსვამდით, თუმცა ჩვენ ახლა მაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ ამ ბლოგში და აუცილებლად კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ დიახ, სტრესი ბავშვებში რეალობაა. და სტრესის კავშირი ჭარბწონასთან და სიმსუქნესთან ბავშვებში არის რეალობა, დადასტურებული რეალობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ასაკობრივი პერიოდების გათვალისწინება, რომელზედაც თქვენ საუბრობდით და მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, რომ ეს მხოლოდ პუბერტატულ ასაკს უკავშირდება, მაგალითად ძალიან საყურადღებო აღმოჩნდა ჩვილობის პერიოდი, ანუ ბავშვის დაბადებიდან პირველი წელი, მისი ფორმირება პიროვნებად პირველი 5 წელი და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რასაც 3 წელი გავაკეთებს მშობლები, იმას ვერასდროს ვეღარ გავუკეთებთ ჩვენ შვილებს და ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. ჩვენ რასაკვირველია, როგორც თქვით, ამ თემას დაუბრუნდებით, მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ენდოკრინოლოგი ქალბატონი ნინო ხელაძე. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და მე კვებთი შუქნიშნით დაგიბრუნდებით. კვებთი შუქნიშანი ყოველთვის გულისხმობს კონკრეტულ რეკომენდაციებს პრობლემასთან დაკავშირებით და დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა მრავალმხრივია. შესაბამისად, კვებითი რეკომენდაციებიც ამგვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ავირჩიე მათ შორის ერთი, რომელიც აერთიანებს ორივე პრობლემას და პრობლემის მრავალ წახნაგს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თავარი
გამშვები მექანიზმი გვაქვს სტრესთან დაკავშირებული და თუ გავითვალისწინებთ როგორ გავლენას ახდენს სტრესი ჩვენს ორგანიზმზე ნებისმიერ ასაკში, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ადვილად სტრესისთვის სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქცევა. ქცევა ყველანაირი თვალსაზრისით, მათ შორის კვებითი ქცევა. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც კვებითი ქცევა იცვლება ბავშვების მოზარდების შემთხვევაში და ასეთ დროს ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ საკუთარ ემოციებს ვჭამთ და ეს ასეც არის, თუ ჩვენ საკუთარ სტრესს ვჭამთ და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რას ნიშნავს ემოციური კვება. და ემოციური კვება არის როგორც წესი ის მოსამზადებელი საფეხური, რომელსაც შემდგომი დარღვევებისკენ მიყავს ადამიანი. ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში ემოციური კვება არის ძალიან თვალშისაცემი. როდესაც ბავშვს უხარია, აჟიტირებულია და იმაზე მეც მიირთმევს, ვიდრე მისთვის არის ჩვეული. ან გულდაწყვეტილია, გუნებგანწყობა დაქვეითებული აქვს, იმაზე ნაკლებს მიირთმევს, ვიდრე ჩვეულად არის მისთვის თვალშისაცემი. შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ცუდი გუნებგანწყობის ფონზე ბავშვმა განმარტოება და საკვებთან განმარტოება არჩიოს. ასეთ შემთხვევაში ემოციური კვება კიდევ უფრო საყურადღებო ხდება და სულ ერთი ნაბიჯია ემოციური კვებიდან ხარბი კვების მდგომარეობამდე. როდესაც დიახ, ბავშვი ცოტა უფრო თამამად მიირთმევს ულუფას, როდესაც მოზარდი განმარტოვდება და ისე მიირთმევს საკმაოდ დიდი მოცულობის საკვებს, დიახ, ის ერიდება რომ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თანატოლებთან ერთად მიირთვას, ძალიან ხშირად სინანულიც კი აქვს იმის გამო, რომ ამდენს მიირთმევს. მაგრამ ეს არ ცვლის მდგომარეობას, იმიტომ რომ ხარბი კვება უკვე არის კვებითი ქცევის დარღვევა. აღარაფერს ვამბობ მდგომარეობაზე, როდესაც ვითარდება ნერვული ბულიმია ან ნერვული ანორექსია. დღეს ამ დეტალებზე მე აღარ ვისაუბრებ, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც მშობლებისათვის შეიძლება ძალიან ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდეს, თუ ყურადღებით ვიქნებით. განა ვინმე იცნობს ჩვენ შულს ისე როგორც ჩვენ, განა ვინმე შეუძლია ცვლილებები ამოიცნოს ჩვენ შულში ისე როგორც ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ ნურც კვების ცვლილებას დავტოვებთ თუ ყურადღებოთ და ასეთ შემთხვევაში ემოცია, რომელიც საკვების ულუფად ექცევა ჩვენ შულს, ემოცია, რომელსაც ის გადასანსლავს, შეიძლება იყოს პირველი საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ ბავშვის კვებითი ქცევა სტრესის გავლენით იცვლება და ასეთ შემთხვევაში სპეციალისტების დახმარება იქნება ძალიან კარგი. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები ამით შემოიფარგლება. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.